ამ დილის მდგომარეობით ბლოკადა ოფიციალურად დაიწყო. ეხლა ნებისმიერი გემი, რომელიც ირანის პორტში შევა, უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი შეიძლება დაედევნოს. და ეს მხოლოდ ჰორმუზის სრუტეს არ ეხება. აშშ-ს შეუძლია გემების შეჩერება ყველა საერთაშორისო წყლებში. ეხლა ტრამპის გუშინდელი განცხადება დეტალებში ცოტა ბუნდოვანი იყო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მაგრამ ეხლა ცენტრალური სარდლობა გვაწვდის ყველა კონკრეტულ ინფორმაციას. შეხედეთ. ბლოკადა მიუკერძოებლად განხორციელდება ყველა ქვეყნის გემების მიმართ, რომლებიც შედიან ან ტოვებენ ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებს, მათ შორის არაბეთის ყურისა და ომანის ყურის პორტებს. სენკომის ძალები არ შეუშლიან ხელს ნავიგაციის თავისუფლებას გემებისთვის, რომლებიც გადიან ჰორმუზის სრუტეს არაირანული პორტებისკენ ან იქიდან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ტანკერი, რომელიც მიდის ყურის ქვეყნებში ან ერაყში, თავისუფლად შეძლებს შესვლასა და გამოსვლას. მხოლოდ იმ გემებს, რომლებიც ირანის პორტებში მიდიან, აქვთ საფიქრალი. ეხლა ირანის პასუხი ამ ბლოკადაზე უკვე სასაცილო და ირონიულია. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდი განვიხილოთ, როგორ მოქმედებს ეს ირანზე და მის ეკონომიკას. რადგან ეს უზარმაზარი პრობლემაა ეკონომიკისთვის, რომელიც ძალიან და მართლა ძალიან დამოკიდებულია საზღვაო ვაჭრობაზე. სინამდვილეში შეიძლება ითქვას, რომ ირანის მთავრობა სწორედ იმ საზღვაო ვაჭრობის წყალობით არსებობს, რომელზეც ირანი დამოკიდებულია. აქ არის რამდენიმე რიცხვი, რომ ზუსტად გააჩვენოთ, რას ნიშნავს ეს. ხედავთ, ყოველდღიურად ირანი ექსპორტზე დაახლოებით 260 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელს აგზავნის და იმპორტზე დაახლოებით 160 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელს იღებს. ეს ყველაფერი ახლა რისკის ქვეშაა. მოდით ექსპორტის ამ რიცხვს უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, რადგან ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ნედლი ნავთობი. ხედავთ, ამ 270 მილიონი დოლარიდან დღეში 140 მილიონი დოლარი ნედლი ნავთობია. ასე რომ უდიდესი ნაწილი ნამდვილად ნავთობზე მოდის. მაგრამ ასევე გვაქვს პეტროქიმიური პროდუქტები, რომლებიც მნიშვნელოვან წილს შეადგენს. და შემდეგ გვაქვს ნავთობისგან დამოუკიდებელი პროდუქტები, როგორიცაა მინერალები, ფოლადი, ლითონები, რომლებიც დღეში დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ ირანის ეკონომიკის დიდი ნაწილი, არა მხოლოდ ნავთობის სექტორი, არამედ დანარჩენი ეკონომიკაც ფაქტობრივად გაჩერდება, რადგან ისინი ვერ შეძლებენ ამ პროდუქციის გატანას. ეხლა, რა თქმა უნდა, ირანი ალბათ შეძლებს ამ ვაჭრობის ნაწილის ჩანაცვლებას სახმელეთო მარშრუტებით და ალბათ შეძლებს ბლოკადის გარშემო რაიმე გზის პოვნას, მაგრამ მათ ბევრი არჩევანი არ აქვთ. და ამას გარდა, ამ ალტერნატივების შესაქმნელად დრო სჭირდებათ. და როგორც მალე გავიგებთ, ირანს ბევრი დრო არ აქვს ამ ექსპორტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ნედლი ნავთობის შემთხვევაში. ეს დანაკარგები სწრაფად დაგროვდება. მხოლოდ ექსპორტი დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს თვეში, რომლის ექსპორტირებაც ირანს გაუჭირდება. შემდეგ იგივე პრობლემა აქვთ იმპორტთანაც. დასულ წელს ირანმა დაახლოებით 58 მილიარდი დოლარის საქონელი შემოიტანა, რაც დღეში დაახლოებით 160 მილიონ დოლარს შეადგენს. ეხლა ამ იმპორტის დიდი ნაწილი სამომხმარებლო საქონელი იყო, მაგრამ ასევე ბევრი ნედლეული შემოქონდათ ირანში, რათა, იცით, ძირითადად თავიანთ ქარხნებში პროდუქცია დაემზადებინათ. თუ ნედლეული არ შემოვა, ქარხნები გაჩერდება და შემდეგ ხალხს აღარ ექნება სამუშაო. ეს ნიშნავს, რომ ირანში ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო გაუარესდება. აქ ვინდა შეგახსენოთ, რა მოხდა იანვარში. იმიტომ რომ ის პროტესტი, რაზეც ყველა ლაპარაკობს, არ დაწყებულა როგორც რეჟიმის შეცვლის პროტესტი. ისინი დაიწყო იმიტომ, რომ ხალხი უკმაყოფილო იყო იმ ეკონომიკური პრობლემებით, რომელსაც აწყდებოდნენ. ისინი უკმაყოფილო იყვნენ იმ არასწორი მართვით, რომელსაც მთავრობა ეკონომიკურ სფეროში ახორციელებდა. და სწორედ ამიტომ, როდესაც 20 დეკემბერს პროტესტები დაიწყო, ისინი იყო ეკონომიკური პროტესტი, რომელიც სწრაფად გადაიქცა რეჟიმის შეცვლის მოთხოვნად. ახლა კი ყველამ ვიცით რა მოხდა შემდეგ. რეჟიმმა 10,000-ობით მომიტინგე მოკლა იმისთვის, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. მაგრამ ის ეკონომიკური პრობლემები, რის გამოც ხალხი აპროტესტებდა, სინამდვილეში არასდროს გამქრალა. ომის შედეგად ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო გაუარესდა და ეხლა ისინი ბევრად უფრო დამძიმდება. და გამოიცანით რა, ირანს სინამდვილეში ბევრი დრო არ აქვს, რომ ეს ბლოკადის პრობლემა მოაგვაროს, რადგან ამ შემთხვევაში დრო მათ მხარეს არ არის. ნება მომეცით აგიხსნათ რას გულისხმობ. შეხედეთ თქვენს ეკრანზე არსებულ გრაფიკს. ხედავთ, ირანს დაახლოებით 30-60 მილიონი ბარელის საცავის ტევადობა აქვს. ეს არის ნავთობის საცავები, სადაც მათ შეუძლიათ ნავთობის შობის შენახვა. ეხლა მათ უკვე ამ ტევადობის დაახლოებით 60% გამოიყენეს. ეს ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ დაახლოებით 20 მილიონი ბარელი თავისუფალი ტევადობა დარჩათ. მოდით სწრაფად გამოვთვალოთ. ირანი ყოველდღიურად დაახლოებით 1,5 მილიონი ბარელ ნავთობს აწარმოებს. ეს ნიშნავს, რომ მათ დაახლოებით 2 კვირა დასჭირდებათ, რომ არსებული თავისუფალი ტევადობა მთლიანად შეავსონ. იმ მომენტში ირანულ ნავთობ კომპანიებს ნავთობის ჭაბურღილოების დახურვა მოუწევთ. ხოლო ჭაბურღილოების დახურვა მუდმივ ზიანს მიაყენებს, რომლის აღდგენა ძალიან რთული იქნება.
ეს ნიშნავს, რომ თუ ირანი ამ პრობლემას ახლავე ან სწრაფად არ მოაგვარებს, ისინი ფაქტობრივად საკუთარ თავს აყენებენ ზიანს, რაც მომავალში ძალიან დიდ ხარჯებად დაუჯდებათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შესაძლოა სამუდამოდაც კი. როდესაც ნავთობის ჭაბურვილოს ხურავ, ფაქტობრივად მის მოპოვების უნარის 5-10%-ის კარგავ. ასე რომ ფაქტობრივად ფულს წვა. და ირანის რეჟიმს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება ფული, მისი ფლანგვის ფუფუნება არ აქვს. სწორედ ამიტომ იწყებენ ირანის ოფიციალური პირები პანიკას. და ამას ხედავთ მათი საჯარო განცხადებებიდან. მაგრამ სანამ ამ განცხადებებზე გადავიდოდეთ, უბრალოდ სწრაფად შეგახსენებ ყველას და აცკაპუნეთ ქვემოთ მოწონებისა და გამოწერის ხილაკებზე. ეს ნამდვილად გვეხმარება ალგორითმში, განსაკუთრებით ბოლო დროს. ბევრი ადამიანი გვიჩივის, რომ ჩვენს ვიდეოებს თავიანთ მთავარ გვერდზე ვერ ხედავენ. ასე რომ თუ გამოწერილი ხართ, უფრო მაღალი შანსი გაქვთ, რომ ყველა ჩვენს განახლებას ნახოთ. ეხლა გადავიდეთ ირანის პასუხზე. სამხედრო წარმომადგენელი ახლა ამბობს, რომ ეს აშშ შეზღუდვები გემებზე ფაქტობრივად არალეგალურია. ეს მოდის იმავე რეჟიმისგან, რომელმაც დაიწყო სპარსეთის ურის ქვეყნებზე თავდასხმები, რომლებსაც ამ ომთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ ასევე დაიწყეს სამოქალაქო გემებზე თავდასხმები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ტაილანდი. ტაილანდი ფაქტობრივად მსოფლიოს მეორე მხარესაა ირანთან შედარებით. და მიუხედავად ამისა, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია თავს დაესხა გემს, სამოქალაქო გემს, რადგან მათ მსოფლიოს დაშანტაჟება სურდათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ სამხედრო სპიკერმა სარკეში უნდა ჩაიხედოს, სანამ დაიწყებს იმის განსაზღვრას, რა არის უკანონო და რა არა. როგორც ჩანს, ირანს არ მოსწონს, როცა საკუთარ წამალს ასმევენ. ზოგი ირანელი ოფიციალური პირიც ამბობს, რომ საზღვაო ბლოკადა ომის აქტად ჩაითვლება. ასე რომ ირანული ლოგიკით, როცა ირანელები სხვა გემებს ესხმიან თავს, ეს ომის აქტი არ არის. მაგრამ როცა სხვა ქვეყნები იმავეს აკეთებენ, ეს უკვე ომის აქტია. მაგრამ ხედავთ, აქ იწყება სასაცილო ნაწილი. ირანელებმა იციან, რომ რასაც ამბობენ, ფაქტობრივად თვალთმაქცობაა, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ. დრო მათ მხარეს არ არის. და როცა ფული აღარ შემოდის, იციან, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად წავა. ამიტომ არ მადარდებდა თვალთმაქცობა. მათ უბრალოდ უნდა მოიფიქრონ ისეთი საბაბი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას დააჯერებს და ეს სწრაფად უნდა გააკეთონ. რადგან ეს ბლოკადა კარგი ამბავი არ არის ირანისთვის, რომლის ეკონომიკაც უკვე სირთულეებს განიცდის. ამიტომაც ახლა ირანიც იმუქრება, რომ კიდევ უფრო გაამწვავებს ამ ომს. ეს ეკონომიკური ტერორიზმი, რომელიც მათ ჰორმუზის სრუტეში განახორციელეს, ეხლა იგივე სურთ ბაბ ალ-მანდაბის სრუტეშიც გააკეთო. ეხლა თქვენთან ზოგიერთმა შეიძლება უკვე იცოდეს, რომ ბაბ ალ-მანდაბის სრუტე ჰორმუზის სრუტის პირდაპირ მდებარეობს და ის თავისებურად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ნავთობის დიდი ნაწილი, რომელიც ადრე ჰორმუზის სრუტით გადიოდა, არ მთლიანად, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ეხლა წითელი ზღვით, ბაბ ალ-მანდაბის სრუტით მიედინება აზიის ქვეყნებში. ამის გარდა წითელი ზღვის ზემოთ მდებარეობს სუეცის არხი, რომელსაც უამრავი გემი იყენებს ევროპიდან და აზიიდან, რათა ევროპიდან აზიაში ან აზიიდან ევროპაში გადავიდე. ეს ნიშნავს, რომ ბაბ ალ-მანდაბის სრუტეში ნებისმიერი პრობლემა გლობალურ შედეგებს გამოიწვევს. და ჰაუთები ამას კარგად იციან. მათ ეს მეთოდი შარშანაც სცადეს, მაგრამ შემდეგ მათ 50 დღის განმავლობაში უწყვეტად ბომბავდნენ და საბოლოოდ დანებდნენ. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰაუთები ისევ იგივეა სცადებენ. მაგრამ ირანი იმუქრება, რომ ჰაუთებს აკონტროლებს და მათ ისევ აიძულებს ამის გაკეთებას. მოусმინეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბრობთ ბაბ ალ-მანდაბზე, რომელიც სხვა რეგიონია, სადაც ირანელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პროქსი, ჰუთები იემენში, რათა სცადონ საერთაშორისო გადაზიდვების დაბლოკვა. და იმუქრნენ, რომ ამას გააკეთებდნენ, თუ ჰორმუზის სრუტესთან ახლოს მათ პორტებზე ბლოკადა დაწესდება. წარსულში ვნახეთ, როგორც ჩაერთნენ ჰუთები პირდაპირ ამ კონფლიქტში. და ბრაიან, შენ და მე ამაზე გვისაუბრია. ეს სერიოზული შეშფოთების საგანია, რომ ირანელები შეიძლება შეეცადონ გამოიყენონ თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროქსი, ჰუთები, რათა რაკეტები ან დრონები გაუშვან წითელ ზღვაში მყოფ გემებზე. ამ ყველაფერს კიდევ ერთი კუთხეც აქვს, რაზეც როგორც აშშ-მ, ასევე ირანმა უნდა იფიქროს. და ეს კუთხე ჩინეთი. ხედავთ, ირანის ნავთობის ან ნავთობის ექსპორტის თითქმის ყველაფერი ჩინეთში მიდის. და ეს ჩინეთის იმპორტის დაახლოებით 13%-ს შეადგენს. ეხლა ბლოკადის პირობებში ეს ირანული ნავთობი ალბათ ვეღარ მოხდება ჩინეთში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთში სიტუაცია შეიძლება ძალიან მძიმე გახდეს. შეხედეთ ამ გრაფიკს. ჩინეთის თვალსაზრისით პრობლემა მხოლოდ ირანის ნავთობი არ არის. ეს მთელი სპარსეთის ურის ნავთობია. ეხლა, რა თქმა უნდა, ჩინეთის იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის რუსეთზე, 20%. შემდეგ მოდის ირანი, დაახლოებით 11-13%-ით. ზუსტი რიცხვი არ ვიცით, რადგან ოფიციალურად ჩინეთი სანქცირებულ ირანულ ნავთობს არ შემოიტანს. არაოფიციალურად კი ეს რიცხვი ალბათ დაახლოებით 13%-ია, მაგრამ ამას გარდა ჩინეთი ნავთობს იღებს საუდის არაბეთიდან, ერაყიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ომანიდან, ქუვეითიდან, ალბათ ბაჰრეინიდანაც. ყველა ეს ქვეყანა ნავთობის გატანისთვის ჰორმუზის სრუტეს იყენებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 50% ჩინეთის ნავთობისა ჰორმუზის სრუტეზეა დამოკიდებული. და გამოიცანით,
ვინ დახურა ჰორმუზის სრუტე. ეს იყო ირანი. ეს არ ყოფილა შეერთებული შტატები. სინამდვილეში ეხლაც კი, როდესაც ბლოკადა სრულად მოქმედებს, შეერთებული შტატები ღიად აცხადებს, რომ მხოლოდ იმ გემების წინააღმდეგ მოქმედებს, რომლებიც ირანის პორტებში შედიან. ისინი არ მოქმედებენ სხვა გემების წინააღმდეგ, რომლებიც არაირანულ პორტებში მიდიან. ეს ნიშნავს, რომ დღესაც კი შეერთებული შტატები არ აჩერებს სპარსეთის ყურის ნავთობს, რომელიც ჩინეთში მიედინებოდა. ამას ირანი აჩერებს. ეხლა, ჩვენ ვიდით სულ 1 კვირის წინიდან, რომ ჩინეთმა ცოტა ზეწოლა მოახდინა ირანზე, რათა ის დათანხმებულიყო ცეცხლის შეწყვეტას და მისულიყო მოლაპარაკებების სამიტზე ისლამაბადში, პაკისტანში. ვარაუდობ, რომ ადმინისტრაცია, შეერთებული შტატები, ალბათ იმედოვნებს, რომ ჩინეთი კიდევ უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ირანზე, რათა ის დათანხმდეს შეთანხმებას. რადგან ჩინეთს ძალიან სჭირდება ნავთობი. ისინი მსოფლიოში ყველაზე მეტ ნავთობს მოიხმარენ. უფრო მეტს, ვიდრე შეერთებული შტატები. ეხლა, საბედნიეროდ ყველასთვის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. ან ალბათ სწორი სიტყვა იქნება დიალოგი. დიალოგი ჯერ კიდევ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მომავალი შეხვედრა დაგეგმილი არ არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უფრო მეტ დეტალს ვიგებთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა ისლამაბადში იმ 21 საათის განმავლობაში, როცა ორივე მხარე დახურულ კარს მიღმა აწარმოებდა მოლაპარაკებებს. შეხედეთ. ეს არის აშშ-ის წითელი ხაზები, რომლებიც ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა წარუდგინა ირანელებს. ეს არის 6 პუნქტი. პირველი. ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება სრულად. მეორე. უნდა მოხდეს ყველა ძირითადი ბირთვული გამდიდრების ობიექტის დემონტაჟი. მესამე. მაღალ გამდიდრებული მასალის დაბრუნება. მეოთხე. ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა გადასახადების გარეშე. მეხუთე. უფრო ფართო მშვიდობა, რომელიც მოიცავს რეგიონულ მოკავშირეებს. და მეექვსე. უნდა შეწყვეტეს ისეთი მარიონეტული დაჯგუფებების დაფინანსება, როგორიცაა ჰეზბოლა ლიბანში და იემენის ჰუსიტები იემენში. ეს ნიშნავს, როგორც კვირას ვივარაუდეთ, როდესაც შეხვედრა ფაქტობრივად დასრულდა, რომ აშშ-მ ფაქტობრივად უარი თქვა ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე რაიმე პირობებს აგანებაზების. როგორც ჩანს, მათ შეუძლიათ იმდენი რაკეტა ჰქონდეთ, რამდენიც უნდათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ უბრალოდ ვარაუდობდოდი, რომ აშშ-ში არ იქნებოდა კატეგორიული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ჰეზბოლასა და ჰუთების დაფინანსება. მაგრამ ჩანს, რომ ეს ერთ-ერთი იმ პირობაა, რომელზეც შეერთებული შტატები საერთოდ არ ეხევს უკან. ეს პირობები ომამდე არსებობდა და ახლა პრაქტიკულად იგივე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ შეერთებული შტატები ძირითადად ითხოვდა ირანის გამდიდრების პროგრამების 20 წლიანი გაფინვას. ფაქტობრივად 20 წლის განმავლობაში არაფრის გაკეთება არ შეიძლება. და ალბათ იმედი აქვთ, რომ როცა ეს 20 წლიანი გაყინვა ამოიწურება, მაშინ ისევ თავიდან დავიწყებთ მოლაპარაკებებს. ეხლა, მიუხედავად იმისა, რასაც ირანის ოფიციალური პირები საჯაროდ ამბობენ, ირანელები სინამდვილეში მზად იყვნენ ბირთვულ საკითხზე საუბრისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივე მხარეს შორის განსხვავებები მაინც ძალიან დიდი იყო. ეხლა, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ირანელებს ჰქონდათ, იყო ის, რომ ადამიანი, რომელსაც შეეძლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან საბოლოო შეთანხმების დადება, სინამდვილეში ოთახში არ იმყოფებოდა. ნახეთ ეს რეპორტაჟი. ხედავთ, JD Vance-მა თავად დაადასტურა, რომ 21 საათიანი მარაგონული მოლაპარაკებების დროს Vance-ი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 9-10 ან შეიძლება 12 ჯერაც კი დაუკავშირდა. მას ზუსტი რიცხვი არ ახსოვთ. მაგრამ ირანელები ძალიან შეშინებულები იყვნენ, რომ ირანში დაერეკათ და ან უმაღლესი ლიდერისთვის, ან ვინმესთვის, ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს, ეკითხათ. ისინი უსაფრთხოების რისკზე და იმაზე ხელავდნენ, რომ რომელიმე სადაზვერვო სააგენტო შეძლებდა ზარის მიკვლევას. ეს ორ რამეს გვეუბნება. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ ირანელებმა ამ მოლაპარაკების შეხვედრაზე დაახლოებით 100-მდე ოფიციალური პირი მოიყვანეს, სინამდვილეში მათ არ ჰქონდათ ძალაუფლება, რომ რომელიმე ტიპის შეთანხმებაზე დაეთანხმებინათ. მათ უნდა დაებრუნებინათ ეს საკითხი და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება. და ეს მეორე საკითხზე მახვანინებს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ირანი რეალურად დათანხმდეს გრძელვადიან შეთანხმებას მას შემდეგ, რაც ისინი აშშ-ის წინადადებას ირანში დააბრუნებენ, რაც ალბათ უკვე გააკეთეს. მათ შეუძლიათ აჩვენონ, ვისაც კი ხელმძღვანელობს, იქნება ეს უზენაესი ლიდერი თუ სხვავინმე. შეიძლება ეს იყოს ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი, ვახიდი. ზუსტად არ ვიცით, ვინ არის ის ადამიანი, ვისგანაც ირანელებს დასჭირდა თანხმობა. მე ვფიქრობ, რომ ეს უზენაესი ლიდერია, მაგრამ მაინც ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ეხლა მათ შეუძლიათ ეს წინადადება აჩვენონ იმ ადამიანს და შეიძლება მიიღონ ნებართვა შეთანხმებაზე დასნახმებისთვის. ან მიიღონ საპასუხო წინადადება, რაზეც ირანელები იქნებიან თანახმა. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში შეიძლება მართლაც გქონდეს გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, იქნება თუ არა რაიმე სიახლე. აუცილებლად შეგატყობინებთ მომავალ ვიდეოში. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ გამოწერის კილაკზე დაჭერა ქვემოთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.